ხრუშოვმა უთხრა მწვანაძეს, რომ თუ თქვენ ჭკუით არ იქნებით, მე თქვენ აფხაზებს მოგისცემთ. მე მინდა რომ მოსახლეობა მიცოდეს, როგორ იყო სინამდვილეში, რა იყო სინამდვილეში ეს ყველაფერი. კიტოვანი ვალდებული იყო, ჩასული იყო სოხუმში, დავალება ჰქონდა. და ეს სქემა, გეგმა გაეცნო არძირბასთვის, რომელსაც მე წინასწარ ველაპარაკე და შევთანხმე აი ამ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა. და ეს მან არ გააკეთა. კიტოვანი შევარდნაძის და სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილებებს კი არ ასრულებდა, გერეუს ინსტრუქციებს ასრულებდა, იგივე ინსტრუქციებს ასრულებდა არძიმბა და მიზანი იყო, რომ ერთმანეთს დატაკებოდნენ და დაწყებულიყო ომი. ეგზალებათ ქალაქებში და სოფლებში ჩასვლა. არავითარი მოსახლეობასთან კონტაქტი, არავითარი გადასვლა, მხოლოდ ფიდექსის დაცვა. ესეთი მართლაც საბედისო შეცდომა იყო, რომ მე უნდა დამჯდარიყავი თვითმფრინავზე, ჩასულიყავი და გამეგზელებია საუბარი არძიმბასთან. შეიძლება რაღაცა გამოსულიყო, შეიძლება არაფერიც არ, იმიტომ რომ ისინი ემზადებოდნენ. კიტოვანმა გაიარა სოხუმის ცენტრში, მთავრობის სახლზე ის მწვანე ხელიანი დროშა რო იყო, ის ჩამოხია. აი ესე დაიწყო ეს ომი. სოფლიო თვლიდა რომ ეს არის რაღაც კონფლიქტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მიქ ბოლოს დემოკრატი ელცინი არის რუსეთში და ის მიხედავს ამ საქმეს. გავუღოთო შვაზელო საქართველო, აქეთო შენიყავიო და იქეთო ზიადი იყოს. კატარას არავის არ ინტერესებს სასწაულებს შევიან გაგრაში. ჩვენ უბრალოდ პატარა ბავშვები წავიდეთ. უცებ აღმოჩნდა ესეთ კრატერში чагდებული და აქ ის აღმოჩნდა ესე ვთქვათ შეუდრეკელი. Поставить на колени маленькую страну, роды для России это не проблема, но все же это не удастся. Народ на капитуляцию не пойдет. აფხაზეთის ომში მოდიოდა ყველა თავისი ჯარი. ედუარდ შევარდნაძე საერთოდ ამ ძალების გარეშე იყო. პრაქტიკულად მუდმივად ჩამოდიოდა ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ყველგან და არა უბრალოდ ჩამოდიოდა, გადიოდა ფრონტის ხაზებს. Მის გზნობაც არ ამაქვს, რომ არ შეიძლება რაღაცა უგესროლოს. მოგითხარ დავინახეთ ადამიანებს. არავითარ შემთხვევაში ანგარიშს არ გვიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამას კანონი ევალებდა. რა გვექნა, ჩვენც მიყვებოდით. ნუ გეშინიათ, მე გადაგარჩენთ თქვენ გვეუბნება. ეხლა იქიდან ზუზუ წვილი მოდის ისეთი რომ აი მე ვისავით აი ნაბიჯი არა უჩქარა რა. სოხუმში რამდენიმე დღე ვარ და სიმართლე გითხრათ გარდა სოხუმისა ჩემთვის არაფერი არ არსებობს. პირველ რიგში ჩემ ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები და ისინი ცოცხალი არიან, ზოგი აქაც არის, ზოგი სხვაგან არის კიდე. სოხუმის ჩევარებაზე ვიყავ ზად. იმისათვის რომ რაღაცა გადადგეს. ექსპრეზიდენტის მომხრეები წინ აღარ მოდიან, კიტოვანია ჩიგუარაში გაჩერდა თავის 1000-მდე ერთგული მებრძოლით. ერთ-ერთ მეთაურს უთხარი, რომ ნახევარსაათში გავდივართ კოდორზე, უნდა გადავიდეთ მეთქი და ჩემი მეთაური სხვა არისო. ბიჭებო, რა შევია, არა, ყველაფერი დაკარგული. დაუბრუნდეთ, თქვენთან ვიქნებით, თქვენთან მოვდივარ. არა, უკვე გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი. ეს ვაჟკაცხალს არ იღადრება, თამარ თქვენ დარქვა. ეხლა უთის საქმე და თუ მოდიხარ, წამოდით და გააკეთეთ საქმე და დანარჩენზე მე ველაპარაკო. მე ჩემი საზღვარი გითხარი და ათი თქვენიც. ბოლომდე მჯეროდა რომ სოხუმს შევინარჩუნებდით. ბოლომდე მჯეროდა. ეს რუსების სანქციით იყო ყველაფერი. იმიტომ რომ ქართველები იქ არ უნდა დაბრუნებულიყვნენ. რა გვაქვს ჩვენ აფხაზებთან გასაუბრებელი? რას მიიღებენ აფხაზები ქართველების გარეშე? ნუ რა ის მოგონია რომ იმპერია დაისვა და ორჩა დამთავრდა ისტორია, ამით არ დამთავრდება იმპერიის ისტორია. კიდევ შეხვდება ჩვენ ბევრი და დიდი სიზნელე